დღევანდელი საუბარი უნდა დავიწყოთ დეიტა ცენტრების ენერგომოხმარების ზრდით. ყველასათვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ დედამიწის მასშტაბით იზრდება ზოგადად დეიტა ცენტრების მოხმარება, მაგრამ თუ კი ამერიკაში და ევროპაში ეს მოხმარება ძირითადად ხელოვნური ინტელექტია მიმართული, საქართველოში ცოტა იყოს და განსხვავებული ვითარებაა და იკვეთება შემდეგი ტენდენცია, როგორც ჩანს, საქართველოშიც დეიტა ცენტრების ენერგომოხმარება არის გაზრდილი, სხვათა შორის საქართველოს ენერგომოხმარების უკვე 5% სწორედ დეიტა ცენტრები შეადგენენ, თუმცა გლობალური ტენდენციისაგან განსხვავებით, ქართული ენერგომოხმარების უდიდესი ნაწილი მიიმართება კრიპტო მაინინგზე. ამაზე ისიც ძალიან კარგად მეტყოლებს, რომ უდიდესი კომპანიები, რომლებიც ამ სფეროში არიან წარმოდგენილნი, ძირითადად არიან მაინინგ კომპანიები და არც მაგალითად დეიტა ცენტრების ჰაიპერსკეილერები, რომელთაც შემდეგ უკვე არ არის ჯერჯერობით ხო დაინტერესებული, შეიძლება მომავალში ჰაიპერსკეილერებიც შემოვიდნენ ამ ბაზარზე და ამ ტიპის დეიტა ცენტრებიც ვიხილოთ, თუმცა დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი ეს არის კრიპტო მაინინგი. წლიურად მოხმარებამ 675 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, რაც არის მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელი, როგორც წლიურად, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, ამას კი ის მარტივი მოცემულობა განაპირობებს, რომ ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით წელიწადნახევრიან პერსპექტივას თუ დავაკვირდებით, კრიპტო ბაზრის შეფასება მკვეთრად არის გაზრდილი, ვიცით, რომ სულ რაღაც 6 თვის წინ ბიტკოინის ფასმა რეკორდულ $126,000 ნიშნულსაც მიაღწია, ახლაც საკმაოდ ისეთი პოზიტიური ძვრებია მსოფლიოს მასშტაბით და ძალიან მარტივი კავშირის დაჭერა შეიძლება ზოგადად კრიპტოაქტივების ფასსა და მაინინგზე მოთხოვნის ზრდას შორის, რადგანაც შესაძლოა ფასი იმატებს, მაინინგი უფრო მეტად მოგებიანი და რენტაბელური აქ ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, მიმართება არსებობს. ასევე საქართველოში ამ სტატისტიკის მიღმაც არის ძალიან ბევრი მაინერი დარჩენილი, არიან კერძო მაინერები, რომელთაც მარტივად რომ ვთქვათ, ან სახლში, ან გარაჟში, ან ნებისმიერ კომერციულ სივრცეში აქვთ განთავსებული შედარებით მცირე სიმძლავრის მაინერები, თუმცა არიან როგორც ვთქვით, ინდუსტრიული მოთამაშეები, რომლებიც ძირითადად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში არიან, ისინი ელექტროენერგიას პირდაპირ შესყიდვის გზით ყიდულობენ, ვინაიდან მათ ყველაზე დიდი რაოდენობის სჭირდებათ იგი და ფაქტია, რომ საქართველოში ეს ინდუსტრია ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, არის ფაქტია ინტერესი ამ მიმართულებით და სხვათა შორის საქართველოს ერთ-ერთი პიონერი სახელმწიფოც კი იყო გლობალურ ბაზარზე, ერთ-ერთი პირველები ვიყავით ქართველები, რომლებიც დავინტერესდით ზოგადად კრიპტოაქტივების ყიდვითაც, მაინინგითაც და ყველაფრითაც, რაც გარკვეულწილად რეგულაციებითაც არის განპირობებული და მეორე მხარეს არის ისიც, რომ ქართველებს ზოგადად ინტერესი აქვს ფულის შოვნის გზების მიმართ, კი, ზუსტად აი ეს არის მარტივი ფული და აი კრიპტო მაინინგი ერთ-ერთი მარტივი ფულის შოვნის საშუალება იყო. დღეს უკვე ნაკლებად ისეთი ძვირიანი ინფრასტრუქტურის მოწყობა არის საჭირო, თითო მაინერი შეიძლება რამდენიმე $10,000 გიღირდეს, მაგრამ მაინც ეს კულტურა განვითარდა, ტრანსფორმირდა და უკვე ინდუსტრიული ბიზნესის სახეც კი მიიღო. ჩვენი ბავშვობის პერიოდში მახსოვს, რომ უკვე ჩვეულებრივი ამბავი იყო 2010-იანების მეორე ნახევარში, რომ იმ GPU-ებსაც კი, რომლებსაც ჩვენ სათამაშოდ ვიყენებთ, დადაბიენები, უბრალოდ მაინინგისთვის ვიყენებთ. რაც არ არის ნამდვილად გასაგებია.